გამარჯობა მეგობრებო, მე ოთო ვარ, ეს რომაა, უკან რეზი, მათე და ჩვენ დღეს მივდივართ თუშეთში. Რამდენიმე ადამიანი, ჩემს ირგვლივ, ჩემი მეგობარი ერიდება თუშეთში ასვლას, მიუხედავად იმისა, რომ უნდა მოსწონს, აინტერესებს, იმიტომ რომ ეშინიათ გზის. და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ვიდეო ჩამეწერა და მეჩვენებინა თქვენთვის, ვისაც ეს გაინტერესებს, რომ ეგეთი რთული გზაც არ არის. აბა, წარმატებები ჩვენ და თქვენს ჩვენთან ერთად. აი ასე მეგობრებო, დიდი ნაწილი თუ არა, მცირე ნაწილი მაინც ამ გზის ძალიან საკაიფოდ არის გაკეთებული. ასფალტირებული გზა არის, ტრენდიურად იმოძრავებ, დათქმები ხედებით, ну რაღაც მანძილამდე ყოველ შემთხვევაში. აი მე მგონი აქედან უკვე დაამთავრდა ჩვენი კარგად გენერიალაც იარო და ასფალტიანი გზა მორჩა. ამისთვის ახლა ჩვენ ცოტათი დავუშვებთ საბურავებს, რომ უფრო რბილად ვიაროთ, გადავიყვანთ მანქანას დამადაბლებელ სიჩქარეზე და მივლით ეგრე რა. თუ თქვენ მეგობრებო გყავთ ავტომობილი, რომელსაც აქვს AT ან MT საბურავები, მაშინ სასურველი არის, რომ საბურავები ოდნავ დაუშვათ. მაგ შემთხვევაში უფრო რბილადაც ივლით და საბურავებსაც უფრო მეტად შეინახავთ, მაგრამ თუ თქვენ ავტომობილს აქვს ჩვეულებრივი სამოქალაქო საბურავები, უკეთესია რომ არ დაუშვათ. საბურავები დაუშვით, გადავიყვანთ ლენდოს დამადაბლებელ გადაცემაზე, გზად გადავიყვანთ off-road რეჟიმზე, რომ ცოტა კიდევ აიწიოს. Land Rovers, მიუხედავად იმისა, რომ Land Rovers არაქებენ და ხშირად მას ეძახიან, რომ არც ისე განძლედა, მაგრამ რაღაც თავის პლუსები აქვს. და პლუსი არის ის, რომ შეგიძლიათ დაუკონექტეთ ტელეფონით, თუ გააქვს შესაბამისი რაღაც ხელსაწყო. ამ ტელეფონში გაქვს რეჟიმები default-ი, highway, ანუ ავტობანის რეჟიმი, როდესაც თქვენით იწევს, off-road რეჟიმი და ამ რეჟიმს როცა ჩავურთავ, ну, ოდნავ ზევით აიწევს. მე მიყენია რომ 2 სანტიმეტრით აიწიოს ზევით და თუ კი აქედან ჩავურთავთ ამის შემდეგ off-road-ს, კიდევ უფრო 5 სანტიმეტრით აიწევს. ასე რომ ლენდო მომზადებული არის. უნდა აღინიშნოს მეგობრებო, რომ წინა წლებთან შედარებით გზა არის ბევრად უკეთეს მდგომარეობაში, იმიტომ რომ აი ხა ამ გზაზე ჯენერომა რავი ჩვეულებრივი სუვი ივლის ყოველგვარი პრობლემის გარეშე და არაფერი აქ არ ხდება ისეთი, რომ ამას ჭირდებოდეს რაღაც off-road ავტომობილი რა. გაწმენდილი გზაა, არც ქვებია ისეთი დიდი ქვები, რომ დაუშვათ ავტომობილს გადასვლა გაუჭირდეს, ან რავი, რამე განსაკუთრებული რა. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერი სუვით RAV4, Forester-ი, CR-ვ წამოხვალთ ამ გზაზე და დისკომფორტი არ გექნებათ არანაირი. აი გზა ნელ-ნელა ცოტა უფრო ფუჭდება, მთლად პრიუსითაც ვერ გაივლი, მაგრამ ნუ ნებისმიერი ჯიპი დაძლევს, მოკლედ ისეთი გზა არის რა. რაღაცა CR-ვ, RAV4, Forester-ი, რა ვიცი, Porsche-ით შეგიძლიათ წამოხვიდეთ. აქამდე კი ხო, აცი ცოტა. ცოტა. ნუ ხა ესეც არ არის ისეთი, რომ Forester-ით ვერ ამოხვიდე რა, მაგრამ ცოტას უფრო მეტად დაიძაბები კი. მაგრამ ნუ რა შედარებაა წინა წლებთან შედარებით, რომ აი მაგარ ზიტანჯებოდი აქ რომ მოდიოდი რა. ნებისმიერი მანქანით პრინციპში რა. აი ასეთი ადგილებიც ხდება და ესეთი წყლის river crossing-ებიც გიწევთ მეგობრებო. აჰა, ჩემი ძმები, მოტოციკლეტისტები. ყოველ მოსახლეში ჩამოდის წყალი და ამიტომაც ეს გზა პერიოდულად ფუჭდება. ეგ არის ამ გზის სირთულე, ჩემო მეგობრებო. ხო, ერთი რაც უნდა აღვნიშნოთ რა, ამ გზაზე ყველას დიდ ჯიპს, პატარა ჯიპს, ყველას მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე. ეს გზა იმისთვის არ არის, რომ აქ ამას გაუთამამდე. შეიძლება ითქვას, რომ მანქანა გაირეცხება. ვა, ტექნოლოგია. ამ გზის სიმუხთლე ისიც არის, რომ ვიწროა და ალაგ-ალაგ ჭირდება გატარება სხვა მოძრაობის მონაწილეების. რაც ცოტა გზაბავს ხოლმე, იმიტომ რომ ზუსტად ნაპრალთან მიდიხარ ახლოს, მაგრამ ნუ რა ზიზამ. სხვა გზა არ არის. ეხლა უახლოვდებით რომ აბანოს, ეს არის აბანოს უღელტეხილი. ეხლა უახლოვდებით აბანოს, თუმცა მართლა აბანო არის მანდ. უკანა გზაზე შეგვიძლია წყალში ჩავწვეთ. მართლა აბანო, ბუნებრივი ხო? და ეს მონაკვეთია ყველაზე რთული რა. მონაკვეთის მერე საკმაოდ ისეთია რა, შედარებით უფრო
მარტივი გზა არის რა. ამოვწდით აბანოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ცოტა ხანში დაიწყება ალპური ზონა. ქვევით არის აბანო, შეგიძლიათ ბუნებრივი ცხელი წყალი ჩაწვეთ რამე რომე გზად აი ესეთი არ ვიცი ვიდეო ახერხებს მაგის დაფიქსირებას თუ რა სილამაზეს შევყურებთ ახლა ჩვენ. მგონი რომ ვერა. ზუსტად მივყედე ზევით ხო ხედავ აი ბოძებს. აი გზევით უნდა ავიდეთ. და იმის მერე უკვე იწყება დაღმართი. მაგის მერე უკვე ხევიჩავდივართ. ჩემი ძმა მოტოციკლეტისტი. აუ წაექცა მოტო. ამხელა GS-ი წაქცევია. ამხელის აღენება არ არის მარტივი ამბავი. კი мама უცილებლად. Hello, how are you? Хорватия. Русский, понимаешь? Да, говорю по-русски. Все хорошо? Все. Так, стоп, тут. Подожди. Понимаешь, там Сможешь его поймать? Тебе нужно на нем сесть. держи. Окей, браво. Спасибо. У меня тоже есть мотоцикл. BMW, ja? Да, BMW GS. Я его купил в Голландии. С Голландии приехал в Грузию. Спасибо. Удачи. Если тасе. Моძმე мотоциклетисти გაჭირვებას გადავარჩინეთ. წარმოდგენა რომ კაი ხალხი არიან ქართველები დამეხმარენ და იტყვის. Да, საფარად кай გასია. მოტოებისთვის ეს გზა არის ავია. მოკლები აი კუთხეში აი რო არის ჯვარი და რაღაც მადრასი რა ხდება. ხო, ძირითადი მიზეზი რატომაც გზადაგზა ჩვენ ასეთი ჯვარი და მოკლედ სამახსოვროები გვხვდება არის რომ ამ გზაზე ბევრი ადამიანია დაღუპული. იმიტომ რომ პატარა შეცდომა და ნუ კი ხედავთ თქვენით რომ ხელა ხრამია. შესაბამისად მათი ხსოვნის პატივსაცემად არის აგებული მსგავსი არის მონუმენტები. იმიტომ რომ ნუ ისი კიდევ ერთი მომენტი რაც არის, რაც იწვევს ამ ყველაფერს და არის რომ არაფხიზელ მდგომარეობაში ამ გზაზე მოძრაობა კი იცით ხა პატრული ვერ გაგაჩერებს და ჯარიმას ვერ დაგიწერს რა. მე გქცევათ მეგობრებო უკვე ალპურ ზონაში ასეთი მონაკვეთი სადაც თვითონ გზის საფარი არის რა მოკლედ მაგერაგერ პრიუსითაც კი ივლით თუმცა როგორც სახიფათოს ამბავში და რისკის კუთხით თუ შევაფასებთ ალბათ ეს უფრო სახიფათოა იმიტომ რომ 0 ადგილია შეცდომისთვის დარჩენილი. აი ხედავ კამერაში არის გამოჩნდება თუ შეხო ხედავ თელავს. აი პირდაპირ არის თელავი. სულ თელავია, სულ გულავია. კიდენ ამოვედით კი. აი ეს ხეობა შემოვედით და ეს ფთა ამოვედით რა. ამოვედით ყველაზე მაღალ წერტილზე ამ გზაზე. 2300 მეტრი არ მახსოვს ზუსტად, მოკლედ ეხლა რომ მივალთ, ნახავთ რამდენზე ვართ ამოსულები. გადავალთ ამ უღელტეხილზე დავეშვებით ქვევით. ანუ ჩავალთ უკვე თუშეთში. მე ისევ ავალთ მომავლოში. აქ უნდა ეწეროს რა სიმაღლეზე ვართ. საქართველოს და ახმეტის რაიონში მოიცავს სახელმწიფო ნაკრძალ თუშეთი იმა რა სიმაღლეზე ვართ. ყველამ თავისი სტიკერი მიაკრა რა. და აი ამის იქით უკვე იწყება ხორჩავთოთ რამე თუშური მუსიკა იქ სადაც გაზაფხული ივნისში იწყება. ოპ კამაზე კამა
კამაზი. ავატაროთ კამაზი. Thank you, boy. აიცა? Fuck, კეთება. საჩავხდი. So. წავედით გავიგინე. გზაზე აშკარად ნამუშევარია. ეს გზა ასეთი კარგი აქამდე არასოდეს არ ყოფილა. ნუ როგორც რომ ამბობს, ფაქტიურად პრიუსით ამოხვალ რა. ნუ მე ის პრიუსი რა თივარგებს მე არ ვიცი, მაგრამ შენ პრიუსით ამოხვალ. და ნუ დანარჩენი ახლა რაღაცა ნებისმიერი სურვით პრინციპში ამ გზაზე თავისუფლად იმოძრავებთ. ავარია კარგი საბურავები გქონდეთ და 1-2 სათადარიგო საბურავიც თან მოგქონდეთ არ გაწყვეტ ნამდვილად. ერთი რამ მეგობრებო, რაც ოდესაც უკვე დაღმარზე დაიწყებთ დაშვებას უნდა გაითვალისწინოთ. თქვენი ავტომობილი თუ მექანიკაა, მაშინ გადაცემათა კოლოფით, მოკლედ მუხრუჭით არ ჩახვიდეთ, ეცადეთ რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ძრავით დამუხრუჭება, თუ ავტომატური გადაცემათა კოლოფია როგორც წესია აქვს ხოლმე თითქმის ყველა ავტომობილს შეზღუდვა ან ტიპტრონიკი, რასაც ეძახიან. და უკეთესია რომ ძრავით ამუხრუჭოთ მოკლედ რა, რომ გაუფრთხილდეთ მუხრუჭებს არ გადახურდეს, არავის არ უნდა რომ ამ გზაზე მუხრუჭები გადაუხურდეს. ამიტომ მაქსიმალურად ძრავით დამუხრუჭება. რომ იყოთ მშვიდად. თორე ჩამოდიხარ, რავი, დაღმარ ჩამოდიხარ, გაიხანი, მიხვეულ-მოხვეული, დაღმართი, რამე მანქანისთვის დატვირთვა რაც არ უნდა იყოს. მით უმეტეს ბარგი ხალხი დანარჩენი მეტი აქეთ ამხარეს ახლა სირთულეს ვერაფერს ვერ ვიტყვით არა რომ ახლა აქ რა ვიცი რთული გადასასვლელი ან რა ერთადერთი ეს რა რომ გათვალისწინება მუხრუჭის ნაცვლად ნუ მუხრუჭი ყველა ვარიანტი უნდა გამოიყენო ახლა თლათ მაგის გარეშე არ გამოვა მაგრამ მაქსიმალურად შეანელოთ ავტომობილი ძრავით აი აქედან უკვე იწყება სილამაზეები. ის რაც თუშეთია, ის რაც ზღაპარია, ის რაც ჯადოსნურია. უკვე იწყება აქედან. ისეც ასე მეგობრებო. მომალოში ამოვედით, როგორც ხედავთ. მომალოში ვარ? ხო, აი. ხო, ცოტა უფრო სიფრთხილე მართავს ადამიანს. კარგი მძღოლი, გამართული ავტომობილი, სიფხიზლე. სულეგარი. ესეც თუშეთის გზა. აბა, მოგო, შეგო. მაგადია.